მე სპეციალურად ვარიდებდი თავს, თუმცა რამოდენიმე მცდელობა იყო ჩვენი მაყურებლებიდან, რომ აი ალექსანდრეს სექსუალური ორიენტაცია და ამბავი და ჰეფესტიონი იყო მისი საყვარელი თუ არა. პირველი არც ერთი არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს, რომ ალექსანდრე და ჰეფესტიონი იყვნენ საყვარლები, ძვირფასო მეგობრებო. ვიმეორებ, არც ერთი დამადასტურებელი საბუთი ამისი არ არსებობს. ახლა თანამედროვეობაში რომ ეს ამბავი გავრცელდა და რა ვიცი ის ფილმი რო გადაიღეს, სადაც პირდაპირ მინიშნებებია მათ ურთიერთობაზე, ბერძნებმა ლამის იჩივლეს ამაზე და საბერძნეთში დაინგრა ყველაფერი. იცით რა არის, ხანდახან თანამედროვეობა მიცის რაღაცის დაბრალება, იმიტომ რომ ტრენდია ასეთი და ახლა არაფერი საწინააღმდეგო არავის მიმართ არ მაქვს, ახლა მე ჩემი ქცევის წესი მაქვს და იდეოლოგია ჩემი არის, ნეოკონსერვატორი ვარ მე, მაგრამ ამ ბოლო დროს, ბოლო 40 წელი ამ ლიბერალებმა რატომღაც გადაწყვეტეს, რომ მოდი ალექსანდრეს დავაბრალოთ რა პრობლემაა. იყოს ასეთ ჩვენიანია. და შეიქმნა ასე და ვეღარავის ვეღარ დაარწმუნებ, რომ ეს ასე არ არის. რა ისტორიული საფუძველი ქონდა ამას, რომ ესე დამაჯერებლად შემოვიდა ეს მითი? აი, გიორგი, დაბრალება ჩვენ გვიყვირს ახლა. ჩვენ ვცხოვრობთ დაბრალების ეპოქაში ახლა. რიჩარდ ლომგულს დააბრალეს. რიჩარდ ლომგულს დააბრალეს. თუ ვინმე საინტერესო, თუ სადმე იყო გავრცელებული, აზიაში იყო ეს გავრცელებული. ჩვენთან მოპირიქით არის ევროპა გარყვნილი და აზია ჩადით ერთი ავღანეთში. ნახეთ რა ხდება. ბაჩაბაზი ალბათ გაგიგიათ. ხო, ევროპის მოძულეებს მიმართა და არ ფიქსირდება, ტყუილია, გამოგონილია. დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. იყვნენ ძალიან ახლო ბავშვობის მეგობრები.